სტუმარი ქართველია და საქართველოში ცხოვრობს. კაცი გამოძახებით. არ გეგონოთ ეს კაცი, რომელსაც გადაუხდით 30 ლარს და სანტექნიკას ან რამეს შეგიკეთებთ. ეს არის მამაკაცი გამოძახებით, რომელიც არის სექს მუშაკი. და სტუდიაში გიორგი ქარქიშვილი. მოგესალმებით გიორგი. გიორგი, რამდენი წლის ხარ? ეხლა 22-ის. 22-ის და დიდი ხანია ამ საქმიანობას ეწევი? მაშინ ვიყავი ზუსტად 19 წლის. 19 წლის. მე პირადად ინტერნეტით ვიცი, რომ მსგავსი რამე არსებობს. და როგორ გადაწყვიტე ან როგორ გაიგე, რომ ესეთი რამე უნდა გაგეკეთებინა? ანუ თავიდან მე ვიყავი მოდელი, როდესაც ერთ-ერთ ჩვენებაზე გავიცანი ქალბატონი, ასაკით შემზე დიდი რა თქმა უნდა. არ ვიცი როგორ დავაინტერესე და ფლირტით დაწყებული ურთიერთობა ბოლოს დამთავრდა ფინანსური უზრუნველყოფით. და პირდაპირ შემოგთავაზო, რომ ფულს გადაგიხდი და კონდეს ჩემთან ურთიერთობაო? პირდაპირ ესე არა, მაგრამ მოვაგვარეთ. მოაგვარე. ანუ პროვოცირება მან გაგიკეთა თუ ამაზე გიფიქრია? არის რაღაცა, რომელსაც აკეთებ და არასოდეს სიმართლე რო გითხრა, არა, მაგაზე არ მიფიქრი არასდროს, რომ აი მე დავიყო რაღაცა კაცი გამოძახებით. მოგ ესე მოხდა. და ამის წყალობით მე მაქვს თითქმის ყველაფერი, რაც მინდა. და რა მაინტერესებს? ტარიფები, ანუ პრაის ლისტი გააქვს რა? მომსახურება რა ღირს, როგორ? ანუ მომსახურებაში შედის მასაჟი, სექსი რა თქმა უნდა, მინეტიც. და ის დამატებით კიდე თუ რამე უნდა კლიენტს მაგ შემთხვევაში ვაკეთებ. თუ ეს ჩემთვის შესაძლებელი რა თქმა უნდა. თუ დაუშვათ მოხდა რომ მამაკაცმა გამოგიძახა? მხოლოდ ქალები. მხოლოდ ქალებთან. უცბად წარმოვიდგინე, გამოგიძახათ ქალბატონმა და გითხრათ, რომ აი შიშველი ხართ, აიფაროთ ფართუკი და რაღაც სამზარეულოში იტრიალოთ. ანუ რას გეკითხებით? ტელეფონზე აგვარებთ რა დაკვეთას გაძლევენ თქვენ ისინი? კი, ტელეფონზე ვაგვარებთ ყველაფერს, იმიტომ რომ თუ ჩემთვის არ არის მისაღები ის რაც ის ითხოვს, მე წინააღმდეგი ვიქნები. რა არ არის მისაღები? აი რას? თუნდაც ეს რომ აი სამზარეულოში და რაღაცა საჭმელი გავუკეთო მაგალითად. ჩემთვის ეს რა მიუღებელი არ არის, მაგრამ უბრალოდ აი არ მინდა რომ გავაკეთო. აი ძირითადად რა ასაკის ქალბატონები არიან მომხმარებლები? 50-ის ზევით. 50. კი. და ახალგაზრდასთან ახალგაზრდებიც არიან, უბრალოდ ამას იმიტომ უსმავ ხას, რომ თვიური ანაზღაურება მაინტერესებს რამდენი გაქვს მიახლოებით. თვიური ანაზღაურება არ მაქვს. მიახლოებით ხო ხვდები ხა თვეში აი რამდენს საკეთებ, რამდენს შრომობ ანუ ამის. ბევრს. ბევრს რამდენს? ბევრს. ნუ ფინანსური არა, ერთი წუთი გეხოცებ, ერთი წუთი მე მაპატერო ჩაგიჩერეთ საუბარში. ნუ ბევრს რამდენი? რამდენი ნულია? მე მყოფნის ყველაფერში ასეთ მჭირდება. მე მყოფნის ასეთ მჭირდება ყველაფერში. და შენ ახსენე რომ ყველაფერი მაქვსო. კი, ყველაფერი. და აი რა გაქვს ანუ? ყველაფერი რაც მჭირდება. ანუ რა სახლი გააქვს? კი, მაქვს. რა უბანში გაქვს? დოლიზეზე. მარკა ავტომობილის. აქ არ არის მოგზაურობის ეს ნიღაბი რო ჩამოვხდები. არა, იცი რატო მაინტერესებს ადამიანზე. აქ არ არის დაკითხვების სცენა. არა, საინტერესო. სერიოზულად მე ჩაფიქრებული მქონდა რომ შემდეგ გადმოსულიყავი შენთან. იცოდი და შენით დაიწყე. ყოველ შემთხვევაში ყოფილა ამაზე საუბარი, რომ შენ რამოდენიმე ქალმა შემოგთავაზა ესეთი უზრუნველყოფა და ყოფილა ქონია აგიღია ფული. იცი რა, მოდი იქიდან დავიწყებ, რომ 50 წლის ქალბატონებს არ შემოუთავაზებიათ, ცოტათი მეტი ასაკის ქალბატონები, უფრო ქალბატონით არ გოგოთვლი მას და მესამე არ ამიღი არ ვიცი ვინ როგორ არ ვიცი. არ ჯერჯობით არ მაქვს ესეთი კრიზისი ცხოვრებაში, რომ ესე ავიღო ფული ალბათ. ანუ კრიზისის გამო შეიძლება აგებო. აი რა გის ერთი ღამე? იწყება $200-დან ზევით. $200-დან ზემოთ. და დღეში რამდენი კლიენტი? საკმარისია? როგორ? საკმარისია. არ ვიცი, მე არ მაქვს გამოცდილება ამ სფეროში ახლა და ვერ მეგონა გესნო ისტორია და მაგიტო. გიორგი, ასაკი პატარაა და ეთქობა დიდი მოთხოვნა. პატარა როა უკეშეცდა მადა. ერთი წუთი გიაჩ მე მაპატერო. ვერ გავიგე რა მითხარი. მეგონა ისტორია გესნო თქო და მაგიტო. რომელი ისტორია? აი ეს რაც ეხა რამდენი წლის ხარ? ეხლა ვარ 22-ის. 22. კი. ცოტა უნდა დაუფიქრდე, იმიტომ რომ წლები რო გავა, მე შენ თვითონ ინანებ შენ ვესაუბარს. თუ ყოფილა შემთხვევა გამოგიძახეს და ის საღამო თუ ღამე კრახი დამთავრდა. ანუ
ვერ შეძელი შეგესრულები და შენი მოვალეობა. არა, ასეთი შემთხვევა ჯერჯერობით არ ყოფილა საბედნიეროდ. და როდემდე აპირებ ამის გაგრძელებას? არ ვიცი, სანამ არ მობეზდება ალბათ. მოგბეზდება რა? ფულის აღება თუ ზოგადად აი ეს თვითონ ძალიან ბევრს გაუჩნდება კითხვა, ხარ 22 წლის. შეყვარებული თუ ყავს ან როგორ ხარ სიყვარულთან? შეყვარებული არ მყავს, აღარ მყავს. არასოდეს არ ყვარებია თუ არა გიყვარდა? მყარებია, მაგრამ როცა ანუ გაიგო ესეთი რაღაც, ნუ არც ერთი ნორმალური ადამიანი არ გაჩერდება შენთან, როცა გაიგო, კი. და აუცილებლად უნდა გკითხო კონკურენციაზე, თუ არის შენს გარდა კიდე და თუ იცნობ. კი, ვიცნობ რამოდენიმეს, მაგრამ იმდენად ტაბუდა დადებულია ეს საქართველოში, რომ არავინ არ საუბრობს ამაზე ღიად, რომ აი მე ვარ კაცი გამოძახებით და რა ქალები გყავს? აი უბრალოდ გულახდილად უცბად დაგვაინტერესა. და მოთხოვნა ძირითადი, რა უნდათ ქალებს? ამ შემთხვევაში. უნდათ ქალებს უნდათ მასაჟი, უნდათ სექსი, ნუ კიდე დამატებითი რაღაცები, რაც ნუ არ შეიძლება ეხლა სტუდიაში. კიდე ერთი კითხვა. ქმრიანი ქალები ხომ გირეკავენ კი, რა ხოლმე? თქმა. აი და არა, შეგეძლოთ ვიყურებს მთელი საქართველო და ხვალ უნდა გამოხვიდე ქუჩაში. ოღონდ გულწრფელად გეკითხები, ეს არის ის მომენტი, რომ შენ გაგიცნო საქართველომ, თუ შენ ამის არ გერიდება? არა, არ მერიდება, არასდროს არაფრის საერთოდ. ანუ ეს არის შენი პროფესია. კი, ვთვლი რომ ამჟამად არის ჩემი პროფესია. დიდი მადლობა გიორგი მოგზანებისთვის.